10 წლეულების განმავლობაში ისლამური რესპუბლიკა თავის ხალხს ეუბნებოდა, რომ ჩინეთი იყო მომავალი. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ მთელი თავისი ეკონომიკური გადარჩენის სტრატეგია ჩინურ ფულზე ააგო. სინამდვილეში ირანული ნავთობის 99% ჩინეთში მიედინებოდა ამ ომის დაწყებამდე. ჩრდილოვანი ფლოტი, მოჩვენებითი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, კრიპტოვალუტური გადარიცხვების არხები, სანქცირებული საბანკო ქსელები. ყველა გვერდის ავლის გზა, რაც რეჟიმმა შექმნა, ეფუძნებოდა ვარაუდს, რომ ჩინეთი ყოველთვის იქ იქნებოდა. მაგრამ ირანის თავდასხმების გამო ჰორმუზის სრუტეში ჩინეთში ქარხნები ახლა იხურება და ქუჩებში პროტესტები იწყება. ეს საერთოდ არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. აი რატომ? სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საჯაროდ მოუწოდა ჩინეთს გახსნას ჰორმუზის სრუტე. ირანის გეგმა უკუ შედეგს იძლევა და ირანის რევოლუციური გვარდია ახლა გარიგებას ეხვეწება. ისინი სურთ, რომ აშშ-ს ბლოკადა მოიხსნას და მზად არიან სანაცვლოდ ყველაფერი შესთავაზონ. სულ გუშინ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ რეალურად გაუგზავნა შეერთებულ შტატებს საიდუმლო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ძალიან სწრაფად გახსნიდა ჰორმუზის სრუტეს. მაგრამ სანამ სამშვიდობო შეთანხმებაზე გადავიდოდეთ, მოდით ნახოთ რა ხდება ზუსტად ჩინეთში და რატო უპირისპირდება სი ძინპინი ირანს. გვანჯოუში 4 სათამაშოების ქარხანა ერთ დღეს დაიხურა, რის შედეგადაც თითქმის 10,000 მუშა ერთ ღამეში უმუშევარი დარჩა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ მუშებს ხელფასი თვეების განმავლობაში არ მიუღიათ და ეხლა ქარხანა დახურულია. დახურვა მოხდა მას შემდეგ, რაც პლასტმასის, რომელიც ნავთობისა და ბუნებრივი აირისგან მზადდება, ღირებულება გაიზარდა, რადგან ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა შენელდა ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის თავდასხმების გამო სამოქალაქო გემებს. ეხლა ჩინეთის სათამაშოების ინდუსტრია უკვე უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იყო გაზრდილი ხარჯების გამო, მაგრამ ამ ომმა საბოლოოდ კრიტიკულ ზღვარს გადააცილა. და რადგან მუშებს რამდენიმე თვეა, 2-3 თვეა ანაზღაურება არ მიუღიათ, ეხლა ისინი ქუჩაში არიან და ითხოვენ დაგვიანებულ ხელფასებსა და მომავალ ანაზღაურებას. ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის. ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ ბზარები ჩნდება მთელი ჩინეთის ეკონომიკაში. პირველ რიგში გვაქვს ავტომობილების გარყნიბები, რომლებიც მარტში შემცირდა და აპრილში კიდევ უფრო დაეცა. შემდეგ გვაქვს რესტორნები და სასტუმროები, სადაც მომხმარებლების რაოდენობა იკლებს, რადგან ოჯახები ფრთხილდებიან. შემდეგ გვაქვს ქარხნები და მე არ გულისხმობ მხოლოდ სათამაშოების ქარხნებს, ზოგადად ქარხნები ნელდება გატიდვების ვარდნის გამო. ავტომობილები დილერებში არ იყიდება. ეს ნიშნავს, რომ ქარხნები ვეღარ აწარმოებენ ისე როგორც ადრე და ეს ნიშნავს, რომ ფოლადის ქარხნებიც ნელდება. და ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ავტომობილების ქარხანა იყენებს, ყველა ეს სფერო ნელდება. და მიზეზი, რატომაც ასე ძალიან ვამახვილებ ყურადღებას ავტომობილებზე, ისაა, რომ ეს ის მონაცემებია, რომელიც ჩინეთის მთავრობამ ახლახან გახადა საჯარო. სხვა მონაცემები არ გვაქვს, რომ ზუსტად შევადაროთ რა ხდება. ეხლა, რა თქმა უნდა, არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენების გამო ზარალობს. ეს აშკარად ასე არ არის. მაგრამ მინდა გამოვყო ეს ახალი მონაცემები, რომელიც ჩინეთიდან მოდის, რადგან უკვე კვირებია ხალხი ამტკიცებს, რომ ჩინეთი ამ ომში იმარჯვებს. ომში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო. როდესაც სინამდვილეში ეს უბრალოდ ასე არ არის. თავიდანვე ჩინელი ოფიციალური პირები აცნობიერებდნენ იმ მდგომარეობას, რომელშიც იყვნენ. და სწორედ ამიტომ ისინი არასდროს გამოვიდნენ ღიად ირანის მხარდასაჭერად. ისინი ყოველთვის ფრთხილები იყვნენ და ყოველთვის მოუწოდთვის მოუწოდებდნენ ირანს, რომ არ განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. ეს რა თქმა უნდა ცოტა გასაკვირი იყო ბევრი ადამიანისთვის, ვინც ფიქრობდა, რომ ირანი და ჩინეთი თითქოს მეგობრები იყვნენ, იცით, სამუდამო მოკავშირეები ან რაღაც მსგავსი. რეალურად კი ეს სრულად ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩინეთი ბევრ ირანულ ნავთობს ყიდულობს. ჩინეთის ნავთობის იმპორტის დაახლოებით 11% ირანიდან მოდის. მაგრამ მეორე მხრივ, ირანი მთლიანად დამოკიდებულია ჩინეთზე. როგორც დასაწყისში ვთქვი, ირანული ნავთობის ექსპორტის 97% ჩინეთში მიდის. მაგრამ ჩინეთის თვალსაზრისით, ისინი ბევრად უფრო დამოკიდებულები არიან სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, ვიდრე ირანზე. ხედავთ, ჩინეთის ნავთობის დაახლოებით 40% მოდის სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, როგორიცაა საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი. და ეს ნიშნავს, რომ ისინი არ სურთ გააბრაზონ სპარსეთის ყურის მოკავშირეები, მხოლოდ იმისთვის, რომ ირანს მხარდაჭერა გამოუცხადონ. და სწორედ ამიტომ სულ ცოტა ხნის წინ სი ძინპინმა ღიად მოუწოდა ირანს გახსნას ჰორმუზის სრუტე. შეხედეთ აი განცხადება. და ეს განცხადება იმავე დღეს გავრცელდა, როცა სათამაშოების ქარხანა დაიწყო დახურვა. სი ძინპინი მოუწოდებს ირანს გახსნას ჰორმუზის სრუტე. აცხადებს, რომ ეს შეესაბამება რეგიონის ქვეყნების და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ირანი ბევრად უფრო დამოკიდებულია ჩინეთზე, ვიდრე პირიქით. ჩინეთი კი ბევრად უფრო დამოკიდებულია კონკრეტულად ჰორმუზის სრუტეზე. ისინი სურთ, რომ ყველა ქვეყანას შეეძლოს ჰორმუზის სრუტის გამოყენება. ისინი არ სურთ, რომ ირანი მართავდეს სრუტეს, ისე თითქოს ეს მათი გადასახადის პუნქტია.
ეხლა სამწუხაროდ ირანის ოფიციალური პირებისთვის ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელსაც მათ უნდა გაუმკლავდნენ. ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ ჩინეთის ხელმძღვანელობა კმაყოფილი იყოს, მაგრამ ამჟამად ისინი ბევრად უფრო მეტად ღელავენ იმაზე, რაც ირანში ხდება და რაც ძალიან სწრაფად ვითარდება. და ეს არის აშშ-ის ბლოკადა და ირანის ნავთობის რეზერვუარების შევსება. გუშინ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სიტუაცია იმდენად სასოწარკვეთილამდე მიდიოდა, რომ ირანელები უკვე გამოჰყავდათ ის ტანკერები, რომლებიც ადრე ჩამოაწერეს და ეხლა მათ მოლივლივე ნავთობის საწყობებად იყენებენ. ისინი ავსებენ ამ ტანკერებს ნავთობით და უბრალოდ ტოვებენ მათ სპარსეთის ყურეში, როგორც დროებით საცავს, ასე ვთქვათ. არ ვიცი რა სიტყვა იქნება ყველაზე სწორი. მაგრამ ამასაც რომ აკეთებენ, მაინც ბევრი მანევრის საშუალება არ აქვთ. ამის გამო, ეხლა კიდევ უფრო ძველ მეთოდებს უბრუნდებიან. და რასაც გულისხმობ არის ის, რომ ისინი ძველ ნავთობის რეზერვუარებს იღებენ, საცავებს, რომლებიც პრაქტიკულად გამოუსადეგარია, მაგრამ მაინც იყენებენ მათ, უბრალოდ იმისთვის, რომ ნავთობის საბადოების სიცოცხლე გაახანძლებონ. როგორც თქვენ ალბათ უკვე იცით, ირანს არ უნდა ნავთობის საბადოების დახურვა. ამიტომ ცდილობენ იპოვო ნებისმიერი გზა, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება დიდხანს გადადონ. ამასთან ერთად ირანიდან კიდევ ერთი ანგარიში მოდის, სადაც ნათქვამია, რომ ირანელები ახლა წვავენ თავიანთ ნავთობის მარაგებს, ძირითადად ნავთობპროდუქტებს, რათა უზრუნოყონ, რომ წარმოების შეჩერება არ მოუწიოთ. ნავთობის ალი ძლიერად იწვის ირანის კუზაკსტანში კვირაობით, რაც მძიმე დაბინძურებას უშვებს ცაში. ეს კადრები გავრცელდა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე და ვარაუდის საფუძველზე, რომ სავსე ნავთობის საცავები აძლიერებს ფაკელურ წვას, რათა მართონ წარმოება. ეხლა რომ ცოტა კონტექსტი დავამატოთ ამ სიტუაციას, ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები ჩვეულებრივ ყოველთვის წვავენ რაღაც ნივთიერებებს. ჩვეულებრივ ეს არის ბუნებრივი აირი, რომელიც გამოდის მაშინ, როცა ნავთობს ამოქარჩავენ. და ისინი უბრალოდ წვავენ მას მაღლა ცაში და იცით, უბრალოდ უშვებენ ცაში. ეს ყველგან ტეხასში გვხდება, განსაკუთრებით აქ, ჰიუსტონში. მაგრამ ეხლა ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ირანში გაზის წვა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბლოკადა ამოქმედდა. და ვარაუდობენ, რომ ირანელები წვავენ თავიანთ გადამუშავებულ პროდუქტებს. ფაქტობრივად ისინი წვავენ ნავთობს ან სხვა რამეს, რათა გაათავისუფლონ ადგილი იმ ნავთობისთვის, რომელსაც ამოქარჩავენ, რომ შეინახონ იმ საცავებში, სადაც ადრე ინახებოდა ის ყველაფერი, რასაც ახლა წვავენ. ეხლა გულწრფელად გითხრათ, ეს იმ ანგარიშთაგანია, რომელზეც ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან ნავთობის საბადოები ძალიან ბევრ ნავთობს ამოქარჩავენ. გულისხმობ იმას, რომ ამდენი ნავთობის დაწვა მხოლოდ ორი, რაც არ უნდა იყოს ეს, საკვამურით შეუძლებელია. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანი ამას აკეთებს. შეიძლება სხვა რამეა. შეიძლება ის ესლება ისეთი, რაც მე არ მესმის. ასე რომ, ვინც ნავთობის ინდუსტრიაში ჩემზე უკეთ ერკვევა, კომენტარი ქვემოთ დაწეროს. მაგრამ აქედან იწყება ყველაფერი ცოტა უფრო ბუნდოვნად, რადგან ირანიდან წამოსული ყველა ნიშანი კარგი ნიშანია შეერთებული შტატებისთვის. ჩანს, რომ ირანის რეჟიმი უახლოვდება გარდამტეხ წერტილს, სადაც მათ მოუწევთ მიიღონ გადაწყვეტილება ნავთობის წარმოებასა და საბადოებთან დაკავშირებით. მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როდის აივსებება ირანის საცავები და არავინ იცის, როგორ ერგებიან ისინი ამ სიტუაციას და როგორ იმოქმედებს ეს ადაპტაციები იმ ვადებზე, თუ როდის აივსება საცავი. შეფასებები იმის შესახებ, როდის მოხდება ეს ყველაფერი, ძალიან განსხვავებულია. სინამდვილეში გუშინვე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ირანს მხოლოდ 3 დღე აქვს. მოусმინეთ. მაგრამ რასაც თქვენ გულისხმობთ, არის ის, რომ როცა თქვენ სისტემაში ნავთობის უზარმაზარი ნაკადები მიედინება, თუ რაიმე მიზეზით ეს ხაზი დაიხურება. რადგან ვეღარ აგრძელებთ მის ჩასხმას კონტეინერებში ან გემებში, რაც მათაც დაემართათ, გემები აღარ აქვთ ბლოკადის გამო. რაც ხდება ისა, რომ ეს ხაზი შიგნიდან ფეთქდება, როგორც მექანიკურად, ასევე მიწაში. რაღაცა ხდება, რის შედეგადაც ის უბრალოდ ფეთქდება. ამბობენ, რომ დაახლოებით 3 დღე დარჩათ, სანამ ეს მოხდება. და როცა ის ფეთქდება, ვეღარასდროს, როგორც არ უნდა ეცადო, ვეღარასდროს აღადგენ მას ისე, როგორც ადრე იყო. სხვა სიტყვებით რო ვთქვა, თუ აღადგენ, ყოველთვის ესე იქნება, ძნელია მთლიანად აღადგინო, მაგრამ მაქსიმუმ 50% მიაღწევს იმასთან შედარებით, რაც ახლა. ესე რომ, ეს ძალიან ძლიერი რამაა, რაც ხდება. ეს ბუნებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ როცა ბოლოს იბლოკება, ანუ როცა უნდა გამორთო. რადგან ამ ნავთობის შესანახი ადგილი აღარ გაქვს, ან გემებზე უნდა დაასხა, ან საცავებში, რომლებიც თითქმის უკვე სავსე. ძალიან ცუდი რამ მოხდება. ასე რომ ვფიქრობ ისინი ზეწოლის ქვეშ არიან. ეხლა სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ შეიძლება 2 კვირა, ან თუნდაც 3 კვირა დასჭირდეს. მაგრამ ეს არ ითვალისწინებს ყველაფერს, რასაც ირანი აკეთებს, მაგალითად, ძველი ტანკერების გამოყვანას და ნავთობის ავზების გამოყვანას. ამიტომ ეს ირანს ცოტა მეტ მანევრის საშუალებას მისცემს, მაგრამ მაინც არა იმდენად. ასე რომ, შესაძლებელია ირანი მალე მიაღწიოს კრიტიკულ წერტილს, შეიძლება 1 ან 2 კვირაში. ეხლა კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ირანი ამ წერტილს უახლოვდება, არის ის, რომ ირანმა გუშინ შეთავაზა შეერთებულ შტატებს შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე. ეს არის ახალი წინადადება, შეხედეთ. ირანმა შეერთებულ შტატებს ახალი წინადადება მისცა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად და ომის დასასრულებლად.
მაგრამ სურს ბირთვული მოლაპარაკებები მოგვიანო ეტაპისთვის გადადოს. ამის მიზეზი ის არის, რომ ირანის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ გაყოფილია იმაზე, თუ რა ბირთვულ დათმობებზეა ირანი მზად წავიდეს. ამგვარად, ეს წინადადება ამ საკითხს გვერდს აავლიდა და შეთანხმებას უფრო სწრაფად მიაღწევდა. ეხლა კი, რა პრობლემაა შეერთებული შტატების თვალსაზრისით? თუ შეერთებული შტატები მოხსნის ბლოკადას და დაასრულებს ომს, რა ბერკეტი ექნება შეერთებულ შტატებს, რომ ირანი აიძულოს უარი თქვას გამდიდრებულ ურანზე და მთლიანად შეაჩეროს გამდიდრების პროცესი? ეს ომის ორი მთავარი მიზანია. ასე რომ თუ ირანი ახლა არ არის მზად ამისთვის, მე მეპარება ეჭვი, რომ შეერთებული შტატები ომს შეაჩერებს ან ბლოკადას მოხსნის. ეხლა როგორც ამ სქემაზეა ნაჩვენები, დღეს თეთრსახში დიდი შეხვედრა, სიტუაციური ოთახის შეხვედრა გაიმართება და ადმინისტრაცია შეკრებს ყველა კაბინეტის წევრს, რათა განიხილონ, რამდენად სერიოზულად მიიღონეს შეთავაზება და როგორ უპასუხონ მას. თუ გახსოვთ, ირანი აშკარად სასოწაკვეთილია შეთანხმების მისაღებად. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკისტანში წავიდა და თქვა: ჩვენ არ გვინდა შევხვდეთ შეერთებულ შტატებს, მაგრამ მოგვიანებით შევხვდებით. შემდეგ წავიდა ომანში. ამასობაში პრეზიდენტმა ტრამპმა გაუქმა მოგზაურობა, რომელსაც სტივ უიტკოფი და ჯერედ ქუშნერი აპირებდნენ ისლამაბადში, რათა ირანელებს შეხვედროდნენ. და ამის გამო საგარეო საქმეთა მინისტრი დაბრუნდა პაკისტანში, რადგან მას უნდოდა ეს მოგზაურობა შემდგარიყო. მას სურდა რაიმე სახის შეხვედრა შეერთებულ შტატებთან. და როგორც ჩანს, ამ მოგზაურობის ან პაკისტანთან მეორე შეხვედრის დროს, ირანმა შეერთებულ შტატებს ახალი შეთანხმება შესთავაზა. ის შეთანხმება, რომელზეც ახლახან ვისაუბრეთ. ასე რომ ირანს აშკარად სურს შეთანხმება. და ახლა კითხვა ისაა, რა შესთავაზებენ ისინი, რომ მიიღონ რაიმე სახის გრძელვადიანი შეთანხმება. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განიხილება სიტუაციურ ოთახში შეხვედრაზე, არის ცეცხლის შეწყვეტა. თუ გახსოვთ, დაახლოებით 5 დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გაახანგცლივა და თქვა, რომ მას მხოლოდ 3-5 დღით გაახანგცლიwebდა. დღეს მეხუთე დღეა. ასე რომ აშშ-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სურთ კიდევ ერთხელ გაახანგცლივონ ცეცხლის შეწყვეტა? თუ სურთ განაახლონ დაბომბის კამპანია ირანში? ეხლა საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს განცხადებები ირანის ოფიციალური პირებისგან, რომლებიც აზრს გვიზიარებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდება. მოჰამად ლარაზანის თქმით, ის არის ლარაზანის ძმა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ომის განახლების შანსი 60%-ზე ნაკლებია. რაც საკმაოდ უნიკალური გზაა იმის თქმისთვის, რომ ომის განახლება უფრო მოსალოდნელია ვიდრე არის. რადგანაც თუნდაც ომის განახლების შანსი 59% იყოს, ეს მაინც 50%-ზე მეტია. ასე რომ უფრო მოსალოდნელია, რომ ირანელები ფიქრობენ, ომი ძალიან მალე განახლდება. ხოლოდ დრო გვიჩვენებს, რა მოხდება. დარწმუნდით, რომ ქვემოთ მდებარე გამოწერის ღილაკს დააწექით. როგორც კი მეტი ინფორმაცია გვექნება იმ სიტუაციის ოთახის შეხვედრის შესახებ, აუცილებლად შეგატყობინებთ მომავალ ვიდეოში. ასე რომ, შემდეგამდე. ეხლა რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ირანი ასე როგორც ეხლა იქცევა, უნდა დავბრუნდეთ უკან და ვნახოთ, როგორ მივიდა ირანი იქამდე, სადაც დღეს არის. ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ 1979 წლამდე დავბრუნდეთ, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. სინამდვილეში კიდევ უფრო უკან უნდა დავბრუნდეთ. მე-19 საუკუნეში, როცა ყაჯართა დინასტია მართავდა ირანს და დავაკვირდეთ, როგორ ახდენს იმ დროინდელი მმართველი კლასის გადაწყვეტილებები დღემდე გავლენას ირანზე. აბა, რა გონიათ? ზუსტად ამას ვაკეთებ ჩვენს მრავალნაწილიან პოდკასტში, რომელიც დღეს გამოვიდა. ასე რომ, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ირანის ისტორიით და იმით, თუ როგორ მივედით დღევანდელ მდგომარეობამდე, აუცილებლად მოусმინეთ. შეგიძლიათ უყუროთ მას აღწერაში მოცემულ ბულებზე დაჭერით, ან უბრალოდ დააჭიროთ ეკრანზე გამოსახულ ვიდეოს. ანუ, დააჭიროთ იმ ვიდეოს, რომელიც თქვენს ეკრანზე.